არც მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი აქვთ და არც სოციალურად დაუცველი, თუმცა მათი ბედი დემოგრაფიულ ცვლილებაზეა დამოკიდებული. შავაძეებს ფინანსური შემწეობა სოციალური აგენტების მიერ მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების შემდეგ მოიხსნა. მოხერხდება თუ არა მიმდინარე წელს მათი საცხოვრებელი პირობების ხელახალი შემოწმება. დროს რეპორტაჟი მაღამთიანეთიდან. იმდენი სარგვა საშუალება რომ სტეკლო ვიყიდოთ და ზამთარში არ შემოგვაგუქოს დაჟე წვიმაც შემოდის სახში. ავარიული შენობა, დაზიანებული სახურავი და ჩამტვრეული ფანჯრები. ამ ვითარებაში სოფელ პანტნარში შავაძეების 5-წევრიანი ოჯახი წლებია ცხოვრობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი ოჯახის ყველაზე პატარა წევრის და ოჯახის უფროსის პენსიაა. ამბობენ, რომ თანხა მედიკამენტების შესაძენად და აღებული კრედიტების დასაფარად არ ყოფნით. ოჯახს რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარებაც შეუწყდა. საერთო მაშინა არ მაქვს. ტელევიზორი, პლაზმური ტელევიზორი არ მაქვს, მაცივარი არ მაქვს, გაზი არ მაქვს, უთუ არ მაქვს, უბრალო უთუ არ მაქვს, სახში რომ გავავუთავ. ბაღანა აგერ ხედავ გულით დავადებული. მთელი ზამთარი თბილისში მყავდა, 4 კრედიტი მაქვს გამოტანილი. აი ესაა ჩემი სახლი. იმის საშუალება არ მაქვს რომ სტეკლო ჩავჭრა, არის ჩალოყნებით გაკეთებული და ზამთარში რომ დაუბერა, უკი ოთახებში შემოდის. და ამ ტანჯვაც ვადებაში ვარ. მე აღარ შემიძლია, მე ვარ უკვე მოსავლელი, ბაღანა კიდე ავატყობ. შემოსავლის გარშე დარჩენილი ოჯახი მძიმე დაავადებული ყველაზე მცირეწლოვანი წევრის მკურნალობას ვერ ახერხებს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ოჯახის კიდევ ერთ წევრს. ზვიად შავაძეს, რომელიც ეპილეფსიითაა დაავადებული, მედიკამენტების შესაძენად თბილისში ჩასვლა უწევს, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ეპილეფსიით დაავადებული პირი ვარ მე თვითონ. ხომ არ მინდა მე ახლა ტელევიზიით გამოვიდე და ჩემი სახელია ვიძახო, მაგრამ მიჭირს გასაჭირი მაქვს და მაგი მალაბარაკებს მე თვითონ. იძახიან შენზე ვერ გავაკეთებ, ხან პირდებიან გავაკეთებ თუ ხან პირდებიან ვერ გავაკეთებ თუ ვერ მივხვდი ამათი რამე და ვითხოვ ხელისუფლებისგან, თავრობისგან გამიძიონ დახმარება. იმ ექიმთან რომ მივიდე მე მინდა 200 ლარი რომ თბილისში ჩავიდე და ორი კაცი ჩამოვიდე. ორი კაცი მინდა. მე თვითონ მარტოდ ვერ დავდივარ. წამალი, უბრალო წამალი მქონდა და ისიც რეცეპტის გარეშე არ მაძლევენ და თბილისში ვარ შესაძლებელი. შავაძეები მეზობლების და ახლო ნათესავების იმედად რჩებიან. ოჯახს ისინი საკვებით და შეშითაც ეხმარებიან. ხშირად ვეხმარებით მეზობლები, ჩვენ თვითონ დასახმარებელი ვართ. მხოლოდ ვეცოდვება ოჯახის შინაურია მეზობელი ვარ და უძღობ ხელს შეშაა თუ თივა თუ ჭვირთია გადასატანი თუ მოსატანი თუ რამე. სოციალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ოჯახი მონიტორებმა უკვე შეამოწმეს და 71,000 სარეიტინგო ქულა მიანიჭეს. ეს კი შემწეობის დანიშვნას არ ითვალისწინებს. დემოგრაფიული ცვლილებების ან გამგეობის შუამდგომლობის გარეშე ოჯახი მიმდინარე წელს აღარ გადამოწმდება. დაინიშნება თუ არა, რა თქმა უნდა, ეს არ შეჩვენს კომპეტენციაში, არ ვართ ინფორმირებული. ამიტომ გადამოწმების შემდეგ მოხდება ახალად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ოჯახის შესწავლა. გაიგზავნება, დაეთვლება სარეიტინგო ქულა და სარეიტინგო ქულის შედეგად თუ იქნება ის 57,000 ქულაზე დაბლა, ანუ ზღვრული იქნება, ამ შემთხვევაში მიიღებს ოჯახის სოციალურ დახმარებას. შავაძეების 5-წევრიანი ოჯახის სოციალური დახმარების აღდგენას ელოდება.